სოფელ ხურჩაში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ მთელი საზოგადოება შეძრა. ხურჩაში მომხდარმა საზარელმა ტრაგედიამ სრულიად საქართველოს შეძრა. 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში გამყოფი ხაზის მიმდებარედ ეგრეთ წოდებული მესაზღვრის მიერ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გიგა ოთხოზორიას შემზარავმა მკვლელობის ფაქტმა საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის შეშფოთება გამოიწვია. მკვლელის ვინაობა მალევე გაირკვა, რომელიც აფხაზი ეგრეთ წოდებული მესაზღვრე რაშიდ კანჯი ოღლი აღმოჩნდა. ხურჩაში მომხდარი მკვლელობა ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დამონტაჟებულმა უსაფრთხოების სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს, როგორ გადმოდიან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის შეიარაღებული პირები და გიგა ოთხოზორიას ჯერ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, შემდეგ კი ესვრიან. ქართულმა მხარიმ საოკუპაციო ზოლთან მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და საქართველოს პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ძებნის მოთხოვნით ინტერპოლს უკვე მიმართა. ცნობილია, რომ საქმე აღიძრა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ეგრეთ წოდებულ პროკურატურაშიც. ოფიციალური თბილისი კი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე მთელ პასუხისმგებლობას რუსულ მხარეს როგორც ფაქტიური კონტროლის განმახორციელებელ ძალას აკისრებს და მომხდარზე რეაგირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. ბრალდებას არ იღებს მოსკოვი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ანტირუსულ გამოხტომებზე საუბრობს და დანაშაულთან კავშირს უარყოფს. იგი ქართულ მხარის პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. მომხდარზე კი პასუხისმგებლობას აფხაზურ მხარეს აკისრებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, ინციდენტი იმ ზონაში მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა აფხაზ მესაზღვრეებს ეკისრება. მისივე თქმით, მომხდართან რუსულ მხარის ირიბის შეხებაც არ ქონია. ქართული მხარე კი რუსულ საფრთხეზე და აგრესიაზე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე საუბრობს. რუსული ოკუპაცია საერთაშორისო თანამეგობრობის მსჯელობის საგანი გახდა სტამბოლში ჰუმანიტარული სამიტის გახსნაზეც, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე მომხდარ მკვლელობაზე და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ჩვენ მოწმენი გავხდით სასტიკი ტრაგედიისა. რუსმა სამხედროებმა მოკლეს მშვიდობიანი ქართველი. უნდა გავერთიანდეთ არა მხოლოდ კონფლიქტებზე რეაგირების, არამედ მათი თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით. სამწუხაროდ ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ტკივილი. ჩვენ წინაშე კვლავ დგას გამყოფი ხაზებისა და მცოცავი ოკუპაციის პრობლემა. რუსეთი მუდმივად ავლებს მავთულ ხლართებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში, რათა მოახდინოს ხალხის იზოლირება და წაართოს მათ ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლება. ჩვენ მოწმენი გავხდით სასტიკი ტრაგედიისა, როდესაც რუსმა სამხედროებმა უდანაშაულო და მშვიდობიანი ქართველი მოქალაქე მოკლეს საოკუპაციო ხაზთან. 30 წლის ახალგაზრდა მამაკაცის უმოწყალო მკვლელობა აბსოლუტურად ამაზრზენი ფაქტია და ამაზე პასუხისმგებლობა ოკუპანტ ქვეყანას რუსეთს უნდა დაეკისროს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. ეს არის ამაზრზენი შემთხვევა, ცივსისხლიანი მკვლელობა უდანაშაულო ადამიანის შეიარაღებული პირების მიერ და სახელმწიფოს რა თქმა უნდა პასუხი ექნება ამ ინციდენტზე. ჩვენ ველოდებით, ჯერჯერობით რა რეაგირებას მოახდენს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება და ვნახოთ, დაველოდებით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენი პარტნიორების საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით მივაღწიოთ იმას, რომ დამნაშავე იქნას დაჟილი. არავის არ უნდა შერჩეს უდანაშაულო ადამიანის სისხლი. ვინც არ უნდა იყოს ეს და ამას აუცილებლად მივაღწევთ. ეს არის გასროლა, რომელიც ძალიან ეფექტიანად მოხდა და სერიოზულად დააზიანა პროცესი. თუნდაც რუხში სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებით აფხაზების და ქართველების ურთიერთობა და ბევრი სხვა ასპექტითაც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, არა მარტო ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული ამ საკითხის სწრაფ გამოძიებაში და დამნაშავის დასჯაში, არამედ აფხაზური მხარეც. რასაკვირველია, ყველაფერი ეს მიმდინარეობს სერიოზულ დაძაბულ ფონზე, ოკუპაციის ფონზე, რომელიც დაუშვა თავის დროზე ხელისუფლებამ თავის უჭკუოს აქციელით, მაგრამ რეალურად მაინც ადრე თუ გვიან სამართალმა თავისი გზა უნდა მონახოს და აღსრულდეს ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენის მიმართ და განხორციელდეს შესაბამისი ზომების სამართლებრივი. ხურჩის საზარელ ტრაგედიას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს დანაშაულებრივი ქმედება ერთის მხრივ ნათელი მაგალითია იმ განუკითხაობისა, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუფევს, სადაც საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას და მეორეს მხრივ წარმოადგენს აშკარა პროვოკაციას, რომელიც მიმართულია რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისკენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გააქტიურებაზე საუბრობს. მისივე განმარტებით გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი მიუთითებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების აღდგენის აუცილებლობაზე. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ეს მარტო მკვლელობის ფაქტის განხილვა არ უნდა მოხდეს. ეს არის შესაძლებელი ის ვითარება, რომელიც არის გალის ტერიტორიაზე. უკონტროლო სიტუაცია, ხალხი დაუცველია და იმ მოსახლეობას, რომელიც დარჩენილია გალის ტერიტორიაზე და არა მარტო გალის ტერიტორიაზე, მათ ჭირდებათ უსაფრთხოების მყარი გარანტიები, რომ ჩვენ არ ვიყოთ ყოველთვის შეშფოთებული, აღშფოთებული თუ რა დაემართება ჩვენს მოსახლეობას ხვალთუზე. ამისათვის მარტო განცხადებები არ კმარა, რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი მხარდაჭერა გქონდეს ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომელიც უფრო მეტ ზეგავლენას მოახდინენ და ზეწოლას მოახდინენ იქ არსებულ ძალებზე, რუსულ და აფხაზურ ძალებზე. საოკუპაციო ზოლთან მომხდარი მკვლელობის შემდეგ კიდევ ერთხელ გააქტიურდა ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედების საკითხი. ამ მოთხოვნით აქციებიც გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოშიც დამნაშავის უმკაცრესი დასჯისა და ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობის შესახებ საუბრობენ. საერთაშორისო მისიები უნდა გააქტიურდნენ, იმიტომ რომ ეს ხო ესეთი როგორც იტყვიან, ძალიან ვანდალურად მოხდა ახალგაზრდის მკვლელობა. უნდა იცოდეს ყველამ, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა უდანაშაულო ადამიანი დასჯადია. თუ მათ ოდნავ ჭკუა გააჩნია და გონება, ის მათ თვითონ უნდა დასაჯონ ეს ადამიანი. 90-იანი წლების მერე ასეთი რამე მე არ მახსენდება, როდესაც ვიღაცა ნაძირალა შეიარაღებული გადმოდის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იქ ახდენს ტერორისტულ აქტს და მერე დაუსჯელად ბრუნდება უკან. ეს არის წარმოუდგენელია. აქ გარდა უპირველეს ყოვლისა დგება საკითხი, როგორ არის იქ დაცული ჩვენი ადმინისტრაციული საზღვარი, როგორ არის დაცული მოსახლეობა და როგორც ხედავთ, სამწუხაროდ სათანადოდ დაცული არ არის. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ამაზე რეაგირება არის ყველა დონეზე მოსახდენი და არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კონკრეტული ქმედებები არის საჭირო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აი ეს ფაქტი, ეს მართლა საშინელება, რაც დატრიალდა, ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ ჩვენ ხელახლა დავაყენოთ და უფრო აქტიურად და უფრო კატეგორიულად მოვითხოვოთ ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს სარკოზის დოკუმენტის სრულად შესრულება, რომელიც გულისხმობს საოკუპაციო ძალების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან. ასე რომ საზოგადოება ენგურს გამოღმა ხელისუფლებისგან დროულ და ქმედით რეაგირებას ითხოვს და დამნაშავის უმკაცრეს დასჯაზე საუბრობს. ენგურს გაღმაც ეგრეთ წოდებულ სამხედრო პროკურატურაში აღძრულია საქმე, მაგრამ მკვლელი ჯერ არ დაუკავებიათ. გავრცელებული ინფორმაციით ამ დანაშაულს მოყვა პროტესტი ოკუპირებულ აფხაზეთშიც. მათი ნაწილი აფხაზ საზოგადოებაში ცნობილ ადამიანებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. სირცხულია, როდესაც აფხაზეთის საზოგადოებრივი ავტორიტეტები ქართველის მკვლელობაზე ხმას არიღებენ. თქვენ ჩვენ და კიდევ ძალიან ბევრ აფხაზს მოუწევს იქ ჩასვლა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ჯანმრთელობისა და ზოგჯერ სიცოცხლის გადარჩენისთვის დახმარების მისაღებად. თქვენი დუმილი უხერხული ხომ არ არის? უნდა გეყოთ სითამამე და ხმა ამოიღოთ, რათა შემდეგ თბილისში ჩასულები თქვენ სინდისთან და იმ ქართველებთან იყოთ მართლები. არა და თქვენს მიერ რუსეთის ორმაგ სტანდარტებში დადანაშაულებაც გვახსოვს და თქვენს იგივე საკეთებთ. მე არ მჭირდება მკვლელი მესაზღვრე, რომელსაც თავის ფუნქცია უიარაღოსთვის ტყვიისროლა ჰგონია. ასე რომ რაც არ უნდა არაპოპულარულად ჟღერდეს ჩემი სიტყვები, მე მკვლელობაში ბრალდებულის კანონის სრული დაცვით დასჯას ვითხოვ. ომმა და სისხლის ხრამ სიკეთე არ მოგვიტანა. აფხაზ კაცს არ ეკადრება უიარაღოსთვის სროლა, ამას გამართლება არ აქვს. რაც შეეხება აფხაზის საზოგადოების საყოველთაო დუმილს, ჩვენ კარგახანს ვიქნებით იქ, სადაც ვართ. დიდხანს მოგვიწევს რუსეთის ორმაგი სტანდარტების ნაძალადევი ღიმილით მიღება და საკუთარი თავის მოტყუება, რომ არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც გგონია. 19 მაისს მოკლული გიგა ოთხოზორია კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს დაკრძალეს. სუგდიდში იმ დღეს საზეიმო ღონისძიებები არ გამართულა.
დაღუპულისთვის პატივის მისაგებად ჩავიდნენ ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. ხურჩაში მომხდარი მკვლელობა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გააპროტესტა და ზუგდიდის ცენტრში მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართა. მსვლელობის მონაწილეებმა ენგურსიქით აფხაზებს მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ მოუწოდეს. რიგში ცხადებ ჩემს სამძიმართ და გულის ტკივილს დაღუპული ვაჟკაცის ოჯახს, მის დედას. ურთულესი გადასატანია, მაგრამ შენი შვილი დედა ვაჟკაცია. შიშარა კაცი გადმოვიდა და შიშით და მოღალატეობრივად ჩუმად ესროლა კაცს და იქვე მოკლა. აფხაზი ხალხი გასცემს პასუხს მის ასეთ მოქმედებას. იმიტომ რომ რამდენი ხანი უნდა იდგეს ეს დამპყრობელთა ჯარი და მის ზურგს უკან ამოფარებულია ესეთი მოღალატე და შიშარა მკვლელები. აფხაზებო, ჩვენ ერთი სისხლი და ხორცი ვართ. ჩვენ ძმა მოგვიკლეს. დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. აფხაზეთი, საქართველო. ეს ჩვენი საერთო ტკივილია. ჩვენ შვილი მოგვიკლეს. დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ ერთნი ვართ და დღეს ჩვენ ყველას ერთი ტკივილი გვაერთიანებს. ჩვენი თითოეული ჩვენთაგან ეს ტკივილია ეს. აფხაზეთი საქართველო. დავდგეთ ერთად. აფხაზებო, ჩემო ძმებო, რავი, ქართველებო, ერთად ვარ ჩვენ ყველანი და საერთო ტკივილი გვაკავშირებს. ერთმანეთს ტკივილი, რომელიც ეხება სულ რამოდენიმე დღის წინ მოკლულ ბიჭს, ჩვენს ძმას. იმიტომ რომ ასეთი რაღაცის გაკეთება ეს არ არის ვაჟკაცობა და ბოლო-ბოლო ჩვენ კავკასია ვართ, ხო? დედამიწაზე კავკასია არსებობს თავისი ვაჟკაცობით, კულტურით, კაც ტერი-მტერ შეხვედრია და ბევრი მაგალითი ყოფილა ჩვენი რომ ერთმანეთს შევხვედრი ვართ ბრძოლის დროს, თქვენს დაგეყობათ ბევრი ბრძოლაში ჩვენს, მაგრამ ეს ლაჩრობა, ეს ცუდი რამე, რომელიც არც თქვენ გახასიათებს და არ ჩვენ. მე უბრალოდ ძალიან ტკივა და დღეარევა არ ვფიქრობდი ამ ყველაფერზე და მივხედოთ ერთად და დავსაჯოთ. აფხაზებო, ჩვენ ერთი სისხლი და ხორცი ვართ. ეს ჩვენი საერთო ტკივილია. დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. აფხაზეთი საქართველო. აფხაზებო, ჩვენ ერთი სისხლი და ხორცი ვართ. ჩვენ შვილი მოგვიკლეს. დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. აფხაზეთი საქართველო. აფხაზებო, ჩვენ ერთი სისხლი და ხორცი ვართ. ჩვენ ძმა მოგვიკლეს. დამნაშავემ აუცილებლად პასუხი უნდა აგოს. აფხაზებო, ეს ჩვენი საერთო ტკივილია. აფხაზეთი საქართველო. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ. ეს ჩვენი საერთო ტკივილია. აფხაზეთი საქართველო. და იცით, მე მაგისეთ შეგრძნება, რომ საერთოდ სოფლიო აირია. ძალადობა, უსამართლობა, იმდენად დათრგუნული იყო ჩემი მსახიობები, რომ ვერც მიყვებოდნენ და მეც ვერ ვნახე, როცა მოყვეს, მე ვხედავდი მათ ემოციას. მხოლოდ ადამიანური ურთიერთობა თუ გადაარჩენს ჩვენ ურთიერთობას. აი მე მიჭირს ლაპარაკი, იმიტომ რომ ხლა ასეთ თემაზე ან ძალიან გულწრფელი უნდა იყო და საჯარო გულწრფელობა ცოტა რთულია. აფხაზეთი საქართველო. აფხაზეთი საქართველო.